მე და ბატონი ეიჰემი ორივე კორნელის უნივერსიტეტში ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებზე და მე მქონდა საშუალება რომ მე თანამშრომლა ასევე ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ასევე ძალიან ინოვაციურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ჩვენთან შედარებით სხვა გამოწვევები აქვს და აქედან დაიბადა იდეა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ თავი შეუკრათ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ერთმანეთის ცოდნას გაუზიარებენ და ასევე ისაუბრებენ გამოწვევებზე. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ამ ღონისძიებაში მხარდამჭერები არიან New Vision-ის უნივერსიტეტი, როგორც თქვენ ახსენეთ, კორნელის უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკი და ჯიტა. და ჩვენი მიზანია, რომ ავიღოთ ეს თემა ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა კუთხიდან მივცეთ აუდიტორიას საშუალება რომ შეხედოს. მაგალითად, ეიჰემი ილაპარაკებს, როგორ დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში და ეს კულტურა შევქმნათ, რომ ინოვაციური ხედვებზე იყოს ეს დაფუძნებული. ასე გვექნება პრეზენტაციები, რომელიც არის უფრო სტარტაპებისთვის და რჩევებს მივცემთ, რომ მაგალითად აი ამ ძალიან ხშირად ცვალებად ტექნოლოგიებში როგორ გამოირჩიონ თავი. და ასევე შექმნან აი უნიკალური მხარე, რომ არ კონკურენცია გაუწიონ სხვა სტარტაპებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გაკეთდეს უსაფრთხოდ და რისკების გათვალისწინებით და გვექნება პრეზენტაციები ამ თემასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა რაც შეიქმნება და აი ამ ღონისძიების შედეგად მოხდება, იქნება ძალიან პროდუქტიული და ხანგრძლივი. Mr. Eihim, my next question is for you, sir. ჩემი შემდეგი შეკითხვა თქვენთან არის. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე წლებია მუშაობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო მიზნებისთვის. და ასევე, როგორია თქვენი ხედვა ხელოვნური ინტელექტის მომავალზე. როგორი იქნება ის 2, 5 ან 10 წელიწადში. That's a great question and I think შესანიშნავი კითხვაა. ფიქრობ, თავარი საკითხია, რამდენად გამოსადეგია ხელოვნური ინტელექტი განათლებისთვის, სწავლისა და სწავლებისთვის. ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. ჯერ კიდევ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო კლასების დანერგვამდე ChatGPT-მ გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ რისთვის იყენებენ მას ადამიანები. გამოყენების თვალსაზრისით პირველ ადგილზე 20% შეადგენდა და გამოყენება სწავლისა და უნარების ამაღლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სწავლებისა და სწავლისთვის. საკითხავი კი ის არის, რამდენად კარგი გზაა ეს რამის სასწავლად. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას. ცოტა ხნის წინ ყველა ამ კომპანიამ, როგორებიცაა OpenAI, Google, Gemini და Claude, დაამატა ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი ღილაკი, სახელწოდებით სასწავლო რეჟიმი ან სწავლის რეჟიმი. თუ მასზე დააკლიკებთ, ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ აღარ მოგცემთ პასუხს. ის მასწავლებელივით მოიქცევა. დაგისვამთ კითხვებს და უფრო ჩაუღრმავდება იდეებს. ამიტომ სტუდენტებს ურჩევ გაააქტიურონ ეს რეჟიმი. პასუხებს ცოტა დაგვიანებით მიიღებთ, მაგრამ ეს მართლაც დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რას აკეთებთ. კიდევ ერთი რისკია ჩვენი იდეების ჰომოგენიზაცია. როდესაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებთ, ის იწყებს იდეების შეთავაზებას. შესაძლოა თქვენი საკუთარი იდეები გაქვთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი შემოგთავაზებთ იდეებს, რომლებიც თქვენთან ძალიან ახლოსაა და ამ იდეებს დათანხმდებით. ამის შედეგად კი შესაძლოა ყველამ ერთნაირად დავიწყოთ აზროვნება, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ამიტომ გირჩევთ ხელოვნურ ინტელექტსაც დაუპირისპირდეთ. მისი რჩევა კარგი დიათ მიიღოთ, მაგრამ ის მართლაც თქვენად აქციოთ. რადგან სწორედ ეს გვინარჩუნებს უნიკალურობას და არ გვაიძულებს ერთსა და იმავე ენაზე საუბარს. და ბოლოს თანასწორობა მართლაც მნიშვნელოვანია. სტუდენტებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის კარგი ინსტრუმენტები აქვთ, ალბათ უპირატესობა ექნებათ. თუ შეგიძლიათ ძვირადღირებული გამოწერის შეძენა, უკეთეს ხელოვნურ ინტელექტს მიიღებთ. ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე. რადგან უფასო ინსტრუმენტები არ არის ისეთივე კარგი, როგორც ფასიანი. ხელოვნური ინტელექტი არ არის პიროვნება, ის ინსტრუმენტია. ამიტომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ მას. So AI is not a person, it's a tool, so it really depends on how we apply it and how we use it. And we see that this is ხედავთ, რომ ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და რა სიტყვით მომავალზე. სწორია. ადამიანები როგორც წესი გადაჭარბებულად აფასებენ ხელოვნური ინტელექტის ან ზოგადად ახალი ტექნოლოგიების გავლენას მოკლევადიან პერიოდში. ამბობენ, რომ ხვალ ყველა ჩვენგანის სამსახური შეიცვლება. თითქოს AI ყველა სამსახურს გვართვევს. მაგრამ უულებელყოფენ გრძელვადიან ეფექტს.
ჩემი აზრით, ცვლილება უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება. ყველას ექნება დრო რომ ადაპტირდეს. ამიტომ არ ვიტყოდი რომ უნდა ვნერვიულობდეთ. ადამიანები ძალიან კარგად ეჩვევიან ახალ ტექნოლოგიებს და მარტივად ეხერხებათ მათთან შეგუება. დიახ, იქნება გარკვეული ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ამისთვის დრო ნამდვილად გვიქნება. თუ მომავალ შევხედოთ, მაგალითად, 10 წლის შემდეგ სწორედ მაშინ მოხდება დიდი ცვლილებები. მაშინ ვიტყვით, გახსოვთ იმეილს რომ ვიყენებდით და ასე შემდეგ. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი ცვლილება გველოდება. მოკლევადიანში კი შეიძლება იყოს გარკვეული არასტაბილურობა, მაგრამ ძირითადი გარდატეხა მოკლევადაში არ მოხდება. მთავარი ცვლილებები გრძელვადიან მომავალშია. Ქალბატონო, თქვენ რას დაამატებდით, ანუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმისთვის, რომ აი სტარტაპები უფრო მეტად წარმატებულნი იყვნენ, აი ორგანიზაციული კუთხით, რა ბენეფიტებს აძლევს ხელოვნური ინტელექტი სტარტაპერებს? სტარტაპერებს სანამ გიპასუხებთ, მე უშუალოდ მუშაობ თვითონ სამედიცინო აპლიკაციებზე და შემიძლია ვისაუბრო, რომ ჩემი აზრით, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის სფეროში სამედიცინოს განვითარებაში უნდა იყოს, რომ ექიმებს შეუმსუბუქოთ და ხელოვნურმა ინტელექტმა შეუმსუბუქოს და ჩაანაცვლოს მათი რუტინული სამუშაოები. ეს პირველ რიგში ძალიან ცოტა ნაკლები ადამიანი მიდის თვითონ ამ სფეროში და ძალიან საჭიროა, უფრო მეტი ექიმები ყავდეს და არის ძალიან მაღალი burnout rate ექიმების, როდესაც მათ ძალიან დიდ დროს ხარჯავენ, რომ კომპლექსური აპლიკაციები და სისტემები, რომელიც გვაქვს, ამ სისტემებში შეიყვანონ ინფორმაცია და ეს პრობლემაც თვითონ ტექნოლოგიისგან არის გამოწვეული, იმიტომ რომ შევქმნით ესეთ სისტემები, მაგრამ ეს ყველაფერი საჭირო არის, რომ პაციენტზე რაც მეტი ინფორმაცია იქნება, ექიმისთვის დიაგნოზის დასმა უფრო მარტივი არის, მაგრამ აი ხლა არის ინიციატივები, მაგალითად, აი voice assistant-ი, რომელიც ავტომატურად აი ეს ინფორმაცია შეყავს, აანალიზებს და მიაწვდის ექიმს, რომ აი გაუმარტივოს საქმე. ასევე არის ჰუმანური ასპექტი დაიკარგა, რომ აი ექიმის და პაციენტის ურთიერთობა, რომ მიდიხართ თქვენ ექიმთან და იმის მაგერად, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ და მეტი დრო დაჩეს დიაგნოზის დასასმელად, ეხლა ზიან მით უმეტეს ამერიკაში რეგულაციების გამო ეკრანის წინ და ავსებენ რაღაც ფორმას და გვინდა რომ უბრალოდ ეს იყოს ასისტენტი და რომ ტექნაწილი ჩაბარდეს ხელოვნურ ინტელექტს და ექიმებს ქონდათ მეტი დრო და იყვნენ უფრო პროდუქტიულები. და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესეც სერიოზულ საკითხებს ეხება ეს კონფერენცია, მონაწილეებზეც რომ გითხრათ, იმ სპეციალისტებზე, პროფესიონალებზე, რომლებიც ამ კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას, ვინ არიან? რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებ AIHM-ით. AIHM-ი უძღვება ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებს კორნელის უნივერსიტეტში. და ასევე არის ლექტორი და ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს. წინა სემესტრში სადღაც 60 პროექტამდე იყო აწყობილი მის ლაბორატორიაში. ასევე ყავს შემდეგი სპიკერი, ვინც არის ჩამოსული ამ ღონისძიებისთვის, არის სომაკ ჩამოპოტაი. ის არის დამფუძნებელი საინვესტიციო ფონდის, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკის კომპანიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს აკეთებს და მას ექნება ძალიან კარგი რჩევები ზუსტად სტარტაპებისთვის და ასევე ყავს ანა რულოდა, რომელიც არის დირექტორი ოპერაციების სტარტაპში და არის non-profit ორგანიზაცია Seed AI და ძალიან ბევრ რეგულაციებზე მუშაობს, ასევე ამერიკის კონგრესთან მუშაობს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოდ გახდეს ინტეგრირებული სხვადასხვა სფეროებში. Mr. AIHM, let's talk about the more specific details. მოდით ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე. რა იქნებოდა თქვენი, როგორც პროფესიონალის რეკომენდაცია მათთვის, ვისაც სურს ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება? რა არის მთავარი მოთხოვნები? რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს დავეუფლოთ და გამოვიყენოთ? Working on AI to use properly. Yeah, that's a great question. And I think in general unemployment for youth globally is higher than დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. ზოგადად ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე გლობალურად უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადი უმუშევრობის მაჩვენებელი. ამიტომ ახალგაზრდებს ხშირად უფრო უჭირთ სამსახურის პოვნა, ვიდრე გამოცდილ ადამიანებს. სამწუხაროდ AI კიდევ უფრო გააფართოვებს ამ სხვაობას. რადგან ამ ეტაპზე AI კომპანიებში ხშირად დამწყები დონის ახალ ბერდა თანამშრომლების შრომას ანაცვლებს. ხოლო ექსპერტების ღირებულება რჩება და მათზე მოთხოვნა იზრდება. ასე რომ თუ რომელიმე სფეროში ექსპერტი ხარ, შენი როლი იქნება მართო ეს ხელოვნური ინტელექტის აგენტები და დარწმუნდე რომ ისინი სწორად ასრულებენ საქმეს. ეს ნიშნავს რომ უნდა აირჩიოს სფერო, რომელშიც გინდა რომ ნამდვილად ძლიერი იყო და ამ მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა დააგროვო. ეს უნდა გააკეთო ცოტა უფრო ადრე, ვიდრე ადრე იყო საჭირო. ადრე ადამიანები სხვადასხვა სფეროს ცდიდნენ.
ეძებდნენ რისი გაკეთება უნდათ. ახლა კი შესაძლოა პროცესმა დაგაჩქაროს. რადგან შენ უნდა შეეძლო აკონტროლო AI აგენტები, შენიშნო შეცდომები. დარწმუნდე რომ ისინი ყველა ეს აგენტი, რომელიც სამუშაო სივრცეში იქნება, საქმეს სწორად აკეთებს. აი სწორედ იქ იქნება მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულება. იმის ცოდნა თუ სწორად როგორ უნდა მართო ეს AI აგენტები და პასუხისმგებელი იყო საქმეზე. ასე რომ მართლა უნდა დაიწყო ამ გამოცდილების შეძენა ცოტა უფრო ადრე. ახლა მათთვის ვინც ახლა იწყებს. ფიქრობ პრაქტიკული გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერავინ გეტყვით როგორ მუშაობს AI ან როგორ იქნება ის 2 წელიწადში. ყველანი ვსწავლობთ, მათ შორის მეც. ასე რომ უბრალოდ უნდა ისწავლო. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ეს არის უნარი, რომელიც უნდა განივითარო. მაგალითად, ყოველთვის ვამბობ, თუ რაიმე ხელსაწყოს მოგცემ, შეიძლება ვერ ააშენო ისეთი ლამაზი რამ, როგორიც ეს სტუდიაა. მაგრამ ვიღაცამ, ვინც ამ ხელსაწყოს უფრო კარგად იყენებს, შეიძლება შეძლოს. და AI-ც იგივეა. ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი და შენი გამოცდილება და ცოდნა იმაზე, თუ როგორ გამოიყენო ის, რაც შენ გეკუთვნის. და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამიტომ მუდმივად უნდა ქმნიდე ამ გამოცდილებას. ის შენია. ინსტრუმენტები შეიცვლება, მაგრამ შენ ყოველთვის განავითარებ ამ გამოცდილებას. ასე რომ ეს არის ჩემი ორი რჩევა. იყავი მართლაც კარგი საქმეში, უკეთესი ვიდრე AI, რომ მისი მართვა შეძლო. და მართლა დააგროვე გამოცდილება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. Be really good at something better than AI, so you could manage AI, and to really build this experience using different tools. Thank you. და რომ შევაჯამოთ ხალბატონო ევდით, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის ხელოვნური ინტელექტზე უფრო მეტი ყურადღების დათმობა, ახლა ბატონმა იჰემაც ისაუბრა იმ საჭიროებებზე, იმ დამოკიდებულებებზე, რითიც უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი, როდესაც AI-ს იყენებს, აი რატომ არის საჭირო? ვისაუბრეთ ასევე რომ ეს არის სამომავლო ტექნოლოგია და თქვენ რას დაამატებდით, რას შეუწყობს ხელს ეს და რატომ არის თანამედროვე მსოფლიოსთვის, თანამედროვე საქართველოსთვის ხელოვნური ინტელექტი. კი, მაგაში დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად ეს არის სამომავლო ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტმა რა შეცვალა არის, რომ აქამდე რაღაცა სფეროები, რაშიც ტექნოლოგია ესე არ იყო ინტეგრირებული, ეხლა უფრო მარტივად და ჩქარა შეიძლება ამის მეშვეობით გაკეთდეს ეს ინტეგრაციები და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სფეროების პროფესიონალებსაც ვურჩევდი, რომ უბრალოდ აი თეორია მაინც ისწავლონ, რომ როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ინფორმაციასთან, როგორც ბატონმა იჰემ ახსენა, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვანაირად ეწყობა. მაგრამ ამასთან ერთად იმ ადამიანებს, ვისაც ტექში უნდათ კარიერის დაწყება ან უკვე არიან ტექში, იმას ვურჩევდი, რომ თვითონ სფერო, რომელ სფეროშიც უნდათ პროდუქტების აწყობა, ეს ამ სფეროს ღრმა ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველა ტექ პროდუქტი ეხმარება ნამდვილი რეალური პრობლემების გადაჭრას და თუ კარგად არ გვესმის მომხმარებლის ან იმ მიმართულების, მიმართულებაში ეს პროდუქტი იწყობა, მაშინ ვერ მოვახერხებთ, რომ მართლა ცვლილება შევიტანოთ ამ სივრცეში.